ბარსელონაში დაკავებულ 25 ქართველს, რომლებსაც ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა შეედებათ, ბრალი ესპანეთის კანონმდებლობით გაასამართლებენ. საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს კი, რომელთაც მხოლოდ სავიზო რეჟიმი აქვთ დარღვეული, ქვეყანაში დააბრუნებენ. ესპანეთის პოლიციამ ერთ-ერთ მიტოვებული სკოლის შენობაში სულ 100-მდე ადამიანი დააკავა, მათგან 66 საქართველოს მოქალაქეა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით დაპატიმრებული მოქალაქეების უფლებები დაცულია. მარიამ ქართოლიშვილი არკვევდა დეტალებს და ის ახლა პირდაპირ ეთერშია. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მიტოვებული შენობიდან ამოღებულია ძვირფასეულობა, ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით თანხა. დღეს სწორედ გაიმართა დაკავებული ქართველების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა ესპანეთის სასამართლომ და სწორედ ეს ნივთები გახდა მტკიცებულება. ამ ნივთების საფუძველზე უნდა გადაწყდეს საბოლოოდ დამნაშავეები არიან თუ არა დაკავებული ქართველები. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის დაკავებულებს, თქვენც აღნიშნეთ, რომ მათ სავარაუდოდ უკან საქართველოში გამოაბრუნებენ, ეს მას შემდეგ, რაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება და დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ ისარგებლონ ბოროტად იმ მნიშვნელოვანი მონაპოვარით, ანუ უვიზო რეჟიმით. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს კონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და გზავნილი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება. ესპანეთში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ საერთოდ ორხრივ ურთიერთობებზე ვქონდა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბარი და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროთაც გამოაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ესპანეთი საქართველოს განიხილავს როგორც უსაფრთხო ქვეყანას. ქრონიკა ესაუბრა დაკავებული ქართველების ოჯახის წევრებს, მათი კომენტარები და ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის ქრონიკა ნახეთ ჩემს სიუჟეტში. არანაირი შეხება რო არ ექნება, არანაირი ცუდ ხალხთან ნამდვილად დარწმუნებული ვარ. 29 წლის ლაშა მარკოზაშვილის ოჯახის წევრებმა მედიიდან შეიტყვეს, რომ 25 დაკავებულიდან ის ერთ-ერთია, რომელსაც ესპანელი სამართალდამცველები დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირს ედავებიან. ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ემიგრანტი მიტოვებულ სკოლაში ცხოვრობდა და მშენებლობაზე მუშაობდა, თუმცა მის კავშირს კრიმინალთან გამორიცხავენ. ორი დღის წინ გვაგვაგებინა, რომ სკოლის შენობაში სადაც მდებარეობდათ, ხო ეს რო დაეტოვებიათ, მაგრამ თანხა რო არ ქონდა და იცულებული იყო, რომ ისევ გაჩერებული იყო სამსახური წერიშო. მეოთხე კურსის მერე დავიდა ანიფა სწავლას და წავიდა რო ოჯახისთვის. რა ვიცი, როგორ გითხრა, ძალიან გაუჭირდა ამ პერიოდში ოჯახს. ფინანსურად გეხმარებოდა საზოგადოებასთან, ანუ იყო სამუშაო თუ არა? მინიმალურად ძალიან ისეთ შეძლების დაგვარად. შვილის დაკავების შესახებ მედიიდან შეიტყო 27 წლის უჩა გოშაძის დედა, მას ამბობს, რომ მისი შვილი ბარსელონაში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა და ოჯახს მატერიალურად ეხმარებოდა, თუმცა რა საქმიანობდა არ იცის. აქედან წავიდა მარტო ეხა და იქ ვინ გაიცნობდა რა მოხდა და როგორ არის, ეგ ხა არ ვიცი. რაზე მუშაობდა იქ? რავი, ხან რაზე ახლა იქ ძირითადად არ არის ესეთი სამუშაოები და ხან მშენებლობაზე და რა სამუშაოც გაჩნდებოდა. გამორიცხავთ, რომ რაიმე უკანონო საქმიანობასთან ქონოდეს კავშირი ან კრიმინალურად? არანაირი არ ქონია აბსოლუტურად. რო არაფრის საშუალება არ იყო. წავიდა რომ ვითარი იმუშავებო იქაო და რაღაცა შემოგეშველებიო. წავიდა და გავიგე ტელევიზორით გავიგე წუხელიზე რო ასია. 70-მდე სახლის გაქურდვაში ეჭვმიტანილი 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის 25 ქართველის აყვანის სპეცოპერაცია ბარსელონაში სინაის ქუჩის 7 ნომერში დილის 10 საათზე ჩატარდა. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება მერლინ ტაკას სახელწოდებით მიტოვებული სკოლის შენობის ალყაში მოქცევით დაიწყო. Como vais a ver, el despliegue policial es absolutamente impresionante porque estamos ante ბარსელონის გარეუბანში მდებარე მიტოვებული შენობა ესპანეთის მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მალევე გაირკვა, რომ 25-ის გარდა კიდევ 41 ქართველი უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევისთვის დააკავეს. შენობაში, სადაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არსებობს, საქართველოს ათობით მოქალაქე თავშესაფრის მიღებას მცირეწლოვან შვილებთან ერთად ელოდება. ოპერაციის შემდეგ მათ დანგრეულ შენობაში ცხოვრების უფლება მხოლოდ დროებით მისცეს.
გაუქმებული სკოლის შენობა, რომელიც რა თქმა უნდა სახელმწიფოს საკუთრებაშია, დალუქული იყო, მაგრამ ეს შეტეხეს და შევიდნენ პირდაპირ დაიწყეს ცხოვრება, იმიტომ რომ ქუჩაში ცხოვრობდა ძალიან ბევრი. დაახლოებით 200-250-მდე ქართველი ცხოვრობდა. ამოიღეს იარაღები, რითიც ქურდავდნენ, ანუ ბინებს, მოწყობილობები თვითონ, საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიცო ამბობენ და ნაქურდალი ნივთები. კონკრეტულად ვიცი, რომ უკვე იმ ადამიანების გამოსაყვანად იყვნენ, ვინც დამნაშავეა. იქ ვინც ცხოვრობენ სხვა ბავშვიანები, მცირეწლოვან ბავშვებთან და რაღაცა, იმათ მხოლოდ პასპორტები შევამოწმეს და უთხრეს, რომ არაფერს არ ერჩოდნენ. არ არის პირობები, როგორც გვიყვებოდა დასაბანი პირობები ბავშვებისთვის და ვინც ვერ გაძლო, ის უკან დაბრუნდა. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მოაწყდა ხალხი საქართველოდან. თავშესაფარს აღარ აძლევენ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, რაც მინისტრი იყო ჩამოსული და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაკავებული სუფლებები დაცულია და საკონსულოსთვის ახლა პრიორიტეტი მათი უფლებრივი მდგომარეობაა. დიპლომატიურ უწყებაში ამბობენ, რომ ესპანეთში საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მაჩვენებელი საგანგაშო არ არის. ჯერ ყურადღება უნდა მივაქციოთ ადამიანებს, რომლებიც არიან დაკავებული და რასაკვირველია შემდეგ კომუნიკაცია შედგება ადამიანებთან, რომლებიც მასთან შეხვედრას ითხოვენ. მინდა რომ ჩვენმა მოქალაქეებმაც გაითვალისწინონ და არ აყვნენ მცდარ სტერეოტიპებს ამ წარმოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ევროპაში ბავშვად არამართლზომიერად შეუძლიათ მიიღონ პოლიტიკური თავშესაფრის შეჭერების მექანიზმი და ტყუილად არ არის ის მექანიზმი, ანუ საჭიროების შემთხვევაში ხდება მისი გამოყენება, მაგრამ დღეს ამისი რეალური საფრთხე არ არსებობს. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს ვერ ხედავს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მიგრაციის შესაჩერებლად ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდაზე უკვე მუშაობენ. თითეული რეფორმა, თითეული ინიციატივა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ის მასშტაბური ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება, მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს კონდეს საშუალება თავისივე სამშობლოში მოახდინოს თავის შესაძლებლობების რეალიზაცია. ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ქურდობას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისინი სასჯელს ესპანეთის ციხეში მოიხდიან. მათ კი, რომლებმაც სავიზო რეჟიმი დაარღვიეს, სავარაუდოდ საქართველოში დააბრუნებენ.